ლეიბორისტული პარტია კონკურენტების დასამარცხებლად მზად არის. როგორია პარტიის პროგრამა, რის გაკეთებას აპირებენ ლეიბორისტები პირველ რიგში დედაქალაქში და რეგიონებში ვითარების შესასვლელად და რაც მთავარია, ვინ არიან პარტიის კანდიდატები, ვის უნდა მისცეს ხმა ამ უმრჩეველმა. დავიწყოთ დედაქალაქით, თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს პარტიის ცოცხალი სიმბოლო, საქართველოს მთავარი ლეიბორისტი ბატონი შალვა ნათელაშვილი. მოგესალმებით ბატონო შალვა. მოგესალმებით. მადლობა მოგწანდით. ბატონო შალვა. პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ რეგიონებზეც, მაგრამ რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დედაქალაქი. ეს ქაღალდი თქვენი არ არის, მაგრამ არის თქვენი კანდიდატის, რომელიც დასჭირდება იმ ქალბატონს არ ვიტყვი, რომელსაც ახლა თქვენ წარადგენთ. ვინ არის თქვენი კანდიდატი დედაქალაქში, თბილისში და რატომ? უპირველესად სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენ საზოგადოებას, გამარჯვებას გისურვებთ და დღეს მოგვეკუთვნა საარჩევნო ნომერი 20. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს. გილოცავთ. მადლობთ. 90-იანი წლები. ცივი გაყინული თბილისი. მთელი პარტიის აქტივი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ითხოვს დენის ტარიფის დაწევას და ამ დროს ქუჩას ხელმძღვანელობს და ლიდერობს ქალბატონი, რომელიც წესით უნდა ძალიან ბოჰემურ ღონისძიებებზე იმყოფებოდეს, თეატრი, სპექტაკლი, როლი, შეხვედრა, დიპლომატიური მიღება და ეს ქალბატონი გახდათ ასმათ ტყაბლაძე, ჩვენი საყვარელი ხელოვანი, საზოგადო მოღვაწე, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, რა თქმა უნდა, თვითონ მოგახსენებთ ამის თაობაზე, როგორ ააწყო დამოუკიდებლად ბიზნესი ხო მენეჯერული ნიჭია. ბიზნესი იგივე პოლიტიკისგან უყრელი ნაწილია. იქ თუ გაქვს ნიჭი და შეგიძლია აი ამ სამხეცეთში, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა ბიზნესისთვის და ხალხისთვის, ააწყო რამე ბიზნესი, უპატრონო, შენი ინტელექტით, ყოველგვარი ყაჩაღობის გარეშე, ყოველგვარი სტატუსისა და ძალაუფლების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ქალაქსაც ააწყობს და ქვეყანასაც. ვინაიდან ის არის კარგი მენეჯერი. მივესალმოთ ქალბატონ ასმათს, ბატონო შალვა, რა თქმა უნდა თქვენ ასე ადვილად ვერ დაგემშვიდობებით, როდესაც ქალბატონი ასმათი გაგვაცნობს თავის პროგრამას, თქვენ აუცილებლად დაგვიბრუნდებით და თქვენთან გვექნება კიდევ წელი ინტერვიუ. დიდი მადლობა ბატონ შალვა, დროებით დაიკავეთ ადგილი, თქვენ მეუღლის გვერდით, მოგესალმებით. ქალბატონო ასმათ, გილოცავთ პირველ რიგში იმას, რომ თქვენ გაქვთ ნომერი და უკვე ამ უმრჩეველს შეიძლება შემოხაზოს. ელი ცხოვრება ხუთიანებზე ვსაუბრობდი, ხუძღებულობდი ყველგან და ეხლა 4 მომეკუთვნა და ძალიან კარგია რომ 4 და არა 5. 4 თუ 20 ბატონო? 20. 20. მე ვერ გამოვთქვი 20. 20? 5 გამრავლებული 4-ზე, ანუ 20 საბოლოო. გადასარევი 4-5-ია. ქალბატონო ასმათ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საინტერესოა და მაყურებელს ალბათ ეს კითხვა უჩნდება. თქვენ ხართ მსახიობი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ხართ ძალიან კარგი მენეჯერი, როგორც დაგახასიათებთ ბატონმა შალვამ. პირველ რიგში კარგი მსახიობი. გავაგზავნოთ მსახიობი დავიწყოთ, შემდეგ მენეჯერი, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ არ გაქვთ, მოდით ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური, დიდი პოლიტიკური წარსული თუ არ ჩავთვლით არჩევნებს, რომელშიც თქვენ დაახლოებით 13 წლის წინ მონაწილეობა მიიღეთ, მაგრამ აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ამის შემდეგ თქვენ არ გქონიათ. აი რა გამოცდილებას დაუპირისპირებთ თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ იბრძოლებენ თბილისის მერობისთვის? იცით, პირველ რიგში მე მიმაჩნია, რომ უფრო პოლიტიკური კი არ არის ეს ქალაქის მერობა, უფრო მეურნე უნდა იყოს და არა პოლიტიკოსი ქალაქის მერი, პირველ რიგში მეურნე და პოლიტიკაც მოდის, რა თქმა უნდა, გვერდით რა არის. შორის ზუსტად ამას ამბობს დავით ნარმანიაც. ნარმანიაც? ნუ ნარმანია ახალგაზრდა ყმაწვილია და მე ცოტა უფრო დიდი ხნის გამოცდილების ქალბატონი გახლავართ მეურნეობაში ვიდრე ბატონი. სხვადასხვის აი მარჩევნებში რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იცით რა მინდა გითხრათ, მაპატიეთ რომ წარმადგინა ბატონმა შალვამ 2 რიცხვში 2 აპრილს. კი ვიცოდით დანარჩენები ვინ რა, მაგრამ პირველი მიმიწვია ყველა პირველმა არხმა, ობიექტივმა, კავკასიამ და პირველმა განვაცხადა ჩემი პროგრამა, ჩემი სურვილი, პროგრამა და სურვილი. და მე სხვათა შორის გაიმეორეს რაღაცეები ხვება, ისე რომ რაღაცას თუ ისინი ამბობენ, მე იმათგან არ ვღებულობ, ისინი ღებულობენ ჩემგან.
ქალბატონო ასმათ, ცოტა ხანში გადავალთ თქვენს პროგრამაზე უფრო კონკრეტულად და თქვენს პრიორიტეტებზე, მაგრამ ვინაიდან დავით ნარმანია ვახსენეთ, წინა არჩევნებში 13 წლის წინ თქვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომლის დამარცხებაც თქვენ მაშინ ვერ შეძელით. ახლა თუ შეძლებთ, ახლა დავით ნარმანია თქვენი კონკურენტი, დაამარცხებთ. ეხლა უკვე მეტი გამოცდილება, მეტი ის არის და დავამარცხე. მე არ ვეჯიბრები ბატონო. მე მგონია რომ მე არ უნდა შემეჯიბროს და ჯერ ეს ერთი მერის სიტყვა ქართულში არის ქალბატონის სახელი. ქვია ქალბატონს. არ შეეფარდება მამაკაცები გამოვიდა მერი ვარო თქვა. ეს მე უნდა ვთქვა, მერი ვარ და მე უფრო შემეფერება ეს ვიდრე ქალბატონო ასმათ, აი ის სახელები რომელსაც მე ახლა ვახსენებ არ შეგეფერებათ, მაგრამ ვინაიდან მსახიობი ხართ, მოდი ასე გკითხავთ. აპირებთ გახდეთ ახალი შვარცენეგერი, ახალი რეიგანი, რომლებიც მსახიობები იყვნენ და ძალიან დიდი წარმატებას, მაგრამ მე უფრო გონებით და სიტყვით უფრო გავაკეთებ საქმეს ვიდრე მუშტებით. შვარცენეგერი უფრო ძლიერი და ჯანიანი ყვატილი ბრძანდება და რეიგანი არა? პოლიტიკაში როგორ მსახიობი ბრძანდებოდა და წარმატებული მსახიობი და მე გახდა პრეზიდენტი და ბევრი კაი საქმე გააკეთა საერთაშორის და ასე რომ თუ მათ შეძლეს რატომაც არა თქვენ. ხო, რატომაც არა? ქალბატონო ასმათ. როგორ ქართველები და ნაკლებები ვართ ვინმეზე? ქალბატონო ასმათ, თქვენ პარტიის წევრი არ ხართ? არა ვარ. პარტიის წევრი არ ხართ? რატო? არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ, საერთოდ არასოდეს და ეს ჩემი სურვილია, მე პარტიის წევრი არასოდეს არ ვარ და არ ვიქნები. ის იმიტომ კი არა რომ წუნო ამ პარტიას არა ბატონო. მე მაქვს ესეთი სურვილი, რომ დაწყებული კომუნისტების პარტიიდან, მაშინ ლიმიტი იყო კაკ სტუდენტზე თეატრალურ ინსტიტუტში და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ლენინის სტიპენდია, ერთადერთი სტიპენდია იყო, მაშინ ლენინი ერქვა თუ არა, ჩემბრალი არ არის ეს. და მეორე ნაწილი იყო ხამს სტიპენდიის ის გახლდით სტიპენდიანტი და შემოთავაზეს, მაგრამ უნარი განვაცხადე. და სხვადასხვა ძალიან მოწონებია როგორც ვიცი ჩემს რექტორს და უთქვამს რა კაი გოგოა რომ დღევანდელ დღეს უარს ამბობს კომუნისტურ პარტიაში ესე უბრალოდ მიღებაზე. აი ეს არის ჩემი ქალბატონო ასმათ, ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. რატომ უნდა მოგცეთ თქვენ კონკრეტულად თქვენ ხმა თბილისელმა ამომრჩეველმა? რას თავაზობთ თქვენ დედაქალაქს? რას თავაზობ დედაქალაქს? დედაქალაქს პირველ რიგში თავაზობ იმას, რომ არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება არანაირად არაფერზე, თუ არა ქალაქზე და თბილისელებზე, თუ არა გაჭირვებულ ადამიანებზე, თუ არა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. ეს ზოგადად უფრო რომ დავაკონკრეტოთ? უფრო დავაკონკრეტოთ, მაშინ დავიწყოთ. ჯერ ერთი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დედაქალაქში რაც უნდა გადაწყდეს, აუცილებლად ჩატარდება გამოკითხვა. აუცილებლად. ისე არა რომ მარტო მევწყვეთ საკითხს. მოქალაქეებს გამოვკითხავთ ყველაფერს და ისე გადავწყვეთ ყველაფერს. ეხლა პირველ რიგში რა? დაგეგმარება ქალაქის. მოვიწევთ საუკეთესო სპეციალისტებს მოვიწევთ. ესენი არიან ურბანისტები და არქიტექტორები. ესენი ზოგი არ მუშაობს დღეს, ზოგი მუშაობს, ვინც კარგია, ყველა არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან არის, ვისთან მუშაობდა, არ არის ეს პატიოსანი, წესიერი და ძლიერი სპეციალისტი. და ისინი კომისია გადაწყვეტს ამას ყველაფერს. რომლებიც იმუშავებენ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე დაგეგმარება. რეკრეაციული ზონების აუცილებლად შენარჩუნება და თავიდან გაშენება. უნდა ბევრი სკვერი გაშენდეს თბილისში. უნდა შევინარჩუნოთ პარკი, რომელიც გვაქვს და ახალი პარკები გავაკეთოთ ქალაქში. აი, იყო ესეთი გეგმა, მზიურის ტერიტორია უნდა გადიდებულიყო და უნდა ასულიყო მწყლეთის იქამდე, გზამდე ეს მთელი ვერა დინარის სანაპირო. მაგრამ შეიცვალა ეს და მიდის გამწარებული მშენებლობა. ეს რისთვის ხდება ეს მშენებლობა მაღალი კორპუსების? კომერციული, რომ მოიგონ დიდი ფული. და ამ დროს შეიძლება და შესანიშნავი მართლა მაშინ პიონერების ქალაქს არქმევდნენ, მაგრამ რატო პიონერების ბავშვების ყოფილიყო და გაშენებულიყო კიდევ ახალი ხე დარგულიყო, ახალი პარკი და უამრავი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლებოდა. რამის დანგრევას აპირებთ? იცით რა, დანგრევა ცოტა ცუდი სიტყვაა, იცით, აი ნგრევა, გაფუჭება, ცუდი სიტყვა, მაგრამ შეჩერება ძალიან კაი სიტყვაა. ცუდის გაჩერება ძალიან კარგია. რაც დასრულებულია ვთქვათ, აღება, დემონტაჟი ვთქვათ. დემონტაჟი არის ადგილი, სადაც აუცილებელია დემონტაჟი. მე ვიცი, რის დემონტაჟს განახორციელებდით მაგალითად? იცით რა, შევაჩერებდი 25 სართულიანების მშენებლობას შუა ქალაქში. ვერა უკვე ადამიანი, რომელიც შევიდა, ცხოვრობს
გააკეთა ყველაფერი და მოიზგო იქაურობა, ცოტა რთულია იმას უთხრა, რაც გააკეთეს წინა მთავრობა თაბუკაშვილის ქუჩიდან, რომ გამოყარეს ხალხი. ცხოვრობდა ხალხი და იმები საწოლებით ჩამოიყვანეს ქვემოთ. ეს ძალიან ცუდი შესახედი, ხო სახლი შენდება, ვიღაცა აშენებს სახლს. აი რას გავს ეს გამაგებინეთ? ძალიან დიდი დანაშაული იყო ეს, ამას არასოდეს არ გავაკეთებ. მაგრამ მე ვიცი რომ ადამიანი რომელიც უკვე ცხოვრობს და იცის რომ ეს მისი სახლია და ბუდე გაიკეთა, იმ ბუდის მოსვლა არ შეიძლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს ეს მაღალი კორპუსების მშენებლობა. არავითარ შემთხვევაში ჯერ ეგეთი მაღალი კორპუსი, დაბალ კორპუსს უბნელებს სახლს და ეს ბინა ხდება, ეს სახლი მთლიანად ხდება უმზეო სახლი, ხო იცით რა, არაჯანსაღია და არაჯანსაღ სახლს უკეთებ, იმიტომ რომ შენ ბევრი ფული მოიგო, იმიტომ რომ შენ 25 სართულზე, თითო სართულზე რაღაცა გადამრავლებული $2000 მე რაღაც აშინებ თანხაზე ადიან და ბევრს ვეღარ წყიდიან. ყველგან გაივლით წერია, იყიდება, ტელეფონის ნომერი იყიდება, რატო ამდენი? ვის უნდა ამდენი? მე ავაშენებ ახალ სახლს, ახალ კორპუსს, მაგრამ ქალაქის გარეთ. ახალ უბნებს გავაკეთებ, სადაც იქნება თეატრიც ალბათ, სადაც იქნება კინო, სადაც იქნება ყველაფერი. მე გადავხედე თქვენ პროგრამას და თქვენ იქ ნახსენები გაქვთ აგრეთვე რომ აპირებთ აშენებას სპეციალური საცხოვრებლის ან გამოყოფას ყოველ შემთხვევაში სოციალურად დაუცველებისთვის. მე ბევრი ნახე ქალაქში და ვიცი არის ძველი შენობები მიტოვებული. ფანჯრები დალეწილი გამო და დგას. მე მაგალ დავაჯარიმებდი მის პატრონს. 10 წელი რო დგას გაუბედურებული შენობა და არაფერს არ აკეთებ, ამახინჯებ თბილის. ვიხარ, რატო იყიდე, საიდან იყიდე, როგორ იყიდე, რა არის ეს, რატო არ აკეთებ? თუ არ ქონდა შნო გაკეთების რამის, რატო ქალაქში დგას ეს გასაცოდავებული შენობა? აი იმ შენობას ნახავ რა თანხაზე გაყიდა, როგორ გაყიდა, რა იყიდა, მოვილაპარაკებთ, რომ ჩაბარდეს მუნიციპალიტეტს და აუცილებლად გავაკეთებ ისეთ მოვაწყობ ისე, რომ როგორი ბინების გაცემას ვაპირებ, იცი, უბინაო ხალხზე. აუცილებლად იქნება საუწყებო ბინა. ეს არ იქნება ის, რომ ეხვალ კიდე მოუნდა იმას რაღაცა ბიზნესი, მithom ბიზნესის რაღაცისთვის ფული გაყიდა და ისე მომადგა და მეუნება ბინა არ მაქვს. არავითარ შემთხვევაში ეს იქნება საუწყებო ბინები. თუმცა ყველაფერი ასე ადვილად რა თქმა უნდა ქალბატონო ასმათ არ გამოვა. ჯერ ეს ერთი ამაში ჩართულია მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და მეორე თუ უმრავლესობაში იქნება მაგალითად ქართული ოცნება და ბიუჯეტი არ დაგიმტკიცეს. არ დამიმტკიცეს. როგორც მოხდა ჩვენ ვნახეთ, მქონდა ასეთი პრობლემა. ისეთ მიტინგებს გავუკეთებ, რო არ უნდა ხარ. მე როგორც მერი გავაკეთებ, აბა არ გამიგეთებია? ეს პირველი არ იქნება და უკანასკნელი, ხო? შედეგიანი იქნება ეს გავუსვათ თქვენ. რა თქმა უნდა იქნება, როგორ ხელს მიშლის უსახკაროების დასახლებაში? რა თქმა უნდა იქნება. კარგით, მოდით აქვე კითხავთ ფინანსურ მხარეზე. აი მე თქვენ პროგრამაში ამოვიკითხე, აი რომ აგრეთვე უნდა აშენდეს მიწისქვეშა ავტოსადგომები იმისათვის, რომ განიტვირთოს ქალაქი, მერის ბიუჯეტში ჩაიდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უპროცენტო სესხები ან დაბალპროცენტიანი სესხები. გავაგზავნებ მე მოკლედ ვიტყვი და შემდეგ თქვენი შეფასება მაინტერესებს. შემცირდება გადასახადები ზოგადად. მე რამდენიმე პუნქტს ვკითხულობ, ხოლო გზავრობა უფასო იქნება სოციალურად დაუცველების, პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის. შეიქმნება სოციალურად დაუცველთა ფონდი, რომელიც იზრუნებს, აი რაზეც ვსაუბრობდით, უსახლკარო თბილისელების დაბინავებაზე. დედაქალაქში აშენდება მუნიციპალური საბავშვო და მოზრდილთა საავადმყოფოები. უსახლკაროებისთვის შეიქმნება თავშესაფარი და ასე შემდეგ. ამას აგრეთვე ჭირდება ძალიან დიდი თანხები, არა? აი ეს თანხები საიდან მოვა? აი ხარად მოგახსენებ, თანხები, რომლებიც მერიდან გადიოდა უმისამართოდ, მისამართით გავა ის. არავითარ შემთხვევაში პირადად ჩემი ტელეფონი. მობილური ტელეფონზე იქნება ლიმიტი. აი, სადაც მინდა, როგორც მინდა და ვილაპარაკებ და ამას გადაიხდის ბიუჯეტიდან, გამორიცხულია. ეს როგორ შეიძლება? და ყველა თანამშრომელს აქვს, მე როგორც ვიცი, ულიმიტოთ. ლაპარაკობენ რამდენსაც უნდა, ვისთანაც უნდა და საქმიანი ლაპარაკი, ლიმიტი დაწესდება, აი ამდენის უფლება, ასევე ლიმიტი ბენზინზე. არ შეიძლება რომ ოჯახმა იხმაროს იმის ბიუჯეტიდან ბენზინს მანქანა მოემსახუროს ოჯახს, შვილს, ბებიას, ბაბუას, აკეთიკით საწეირნოთ. ეს ძალიან ბევრ შეღავებს. თქვენ ამბობთ რომ რეალურად თანხები არსებობს, უბრალოდ მიზნოთი ხარჯება. გეტყვით კიდევ რეალურად, როგორც ვიცი, მე ზუსტად არ ვიცი ეს საბუთით არა მაქვს ეს ნანახი ზუსტად ესეა თუ არა, მაგრამ იყო ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებზე და ისინი ღებულობდნენ რაღაც თანხებს. ამათ ზოგს ერქვა თავმჯდომარე, ზოგს სხვა სახელი და ასე შემდეგ. არავით არის თავმჯდომარე და ტყუილა გაცემული ფული. რას მიკეთებს ის თავმჯდომარე? რაღაც 500 ლარს იღებს თუ 300 ლარს იღებს და ამ დროს არაფერს საქმეს აი ეს ყველაფერი წავა ამ საქმეში. და სწორი მისამართი ექნება. ზუსტი მისამართი ექნება და სხვათა შორის მათემატიკაში სკოლაში
25 ბიჭთან მივიღე კონკურსში მონაწილეობა და პირველი ადგილი ავიღე. ძალიან ძლიერი ვიყავი მათემატიკაში, ეს დამჭა კიდე კი არ გამხრალა. ბიჭების დამარცხების გამოცდილებაც გაქვთ, იმიტომ რომ აქ ძირითადად თქვენი კონკურენტები ბიჭები არიან, ასე ვთქვათ. ბიჭები არიან. უკვე კაცებად წეული ბიჭები. აქაც უნდა ვაჯობო ბიჭებს, აუცილებლად. ბიჭებს სხვადასხვა მე რომ ვიყო მათ ადგილას ვიტყოდი, კაი ქალბატონია, კარგ დაპირებას იძლევა, ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული სასიკეთო და დაუთმო ვარენაზე წავალს სხვა სამსახურში. მაგრამ რატომაც უნდა ხმერობა. მაგრამ ასეთი რამ თქვენ იცით რომ არასდროს არ მოხდება ქალბატონო ასმათ კიდევ ჯენტლმენები თუ არიან რაღაცა ქალთან უნდა ჯენტლმენური გამოიჩინო. ქალბატონო ასმათ კიდევ ერთი შეკითხვა რომელიც ჩდება ბუნებრივად თქვენთან დაკავშირებით გავხსენოთ ისევ თუნდაც ის კონკრეტული არჩევნები, სადაც თქვენ ვერ შეძელით კონკურენტების დამარცხება, თქვენ თქვით რომ ახლა თქვენი გამოცდილება გაიზარდა და ბევრად უფრო სერიოზული კონკურენტი. მე პარტია მიგა ძლიერი პარტია უგან, ესე ხო არ არის, მარტო ხო არ არის, მაშინ მარტო გახლდით და ეხლა ასეთი ძლიერი პარტია, რომელსაც ძალიან ბევრი უჭერს ეხლა მხარს. პირველ ოქტომბრის არჩევნებში შარშან არ უჭერდე მხარს, მერე მოემატა და ეხლა უფრო მეტი, ეხლა უკვე ასე რომ თქვენ თქვით რომ დაგიჯერებთ თქვენ ამომრჩეველი და დაგიჯერებთ რომ თქვენ მართლაც შეგიძლიათ ყველაფრის განხორციელება, რასაც საუბრობთ. აი დღეს ვიყავი მახათას მთაზე, მიწეული ვიყავი, მიმიწვიეს და ძალიან ბევრი ხალხი იყო, აი ძალიან ბევრი. თითქმის ნახევარი თბილისი იქ იყო. მე აი ამ რაოდენობა ხალხიდან ჯერ არც ერთს არ უთქვამს რომ ვინ ხარ ან არ დაგიჭერ მხარს, ყველა მეუბნებოდა რომ მხარს გიჭერთ. მე იმათა ხო ანგარიშვალდებული არაფერზე ისინი ხო ჩემთან არ არიან, აი ეს ხო არ ვიცი ვინ არიან ხო? ეს ხო ნაცნობები ნაცნობები ამ მეგობარო გეუნება მხარს დაგიჭერთ, კი გასაგებია რატომ გეუბნება. ნამოთ რომ ისინი არ არიან ვალდებულები ეს კი საკუთარი და მეუბნებიან რომ მიჭერენ მხარს და უჭერენ ლეიბორისტულ პარტიას მხარს. აი აქ აუცილებლად ძალიან დიდი რაღაცაა სხვათა შორის. აუცილებლად უნდა გკითხოთ, მე ვიცი ზოგადად თქვენი დამოკიდებულება დოკუმენტთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სადაც ისედაც ამ კვლევის მიხედვით ვერც ერთი პარტია, ვერც ერთი კანდიდატი მერობის ვერ ლახავს 50%-იან ზღვარს, მაგრამ თქვენ ძალიან შორს ხართ ამ 50%-იან. გასაგებია, მაგრამ რამდენად ენდობით ამ შედეგებს? NDI-მდამ ისეთი ლამაზი შეხვედრა გქონდა და ისე კარგად დავამთავრეთ სიმღერით. შეხვედრა. სად შეხვედრა ეს შეხვედრა? კი, სიმღერით ვიმღერდა, მე ერთად ვიმღერეთ მანი-მანი და რატო ვიმღერეთ მანი-მანი მოგახსენებთ ახლა. ჯერ მკითხეს ვინ ვარ. ნუ მაინც მსახიობი ვარ, ხო? ჯერ მკითხეს ვინ ვარ, მერე მკითხეს რატომ, რისთვის და ასე შემდეგ და ბოლოს რა აუხსენი, იმიტომ ლამაზად უთხარი ყველაფერი, როგორც ახლა თქვენს გეუბნები და ყველას ვეტყვი ასე და ბოლოს მკითხეს თქვენი ძირითადი კონკურენტი ვინ არის? მე უთხარი ვინ არა, ჩემი კონკურენტია რა? გაყალბება და მანი და ვიმღერეთ აბადან მანი-მანი მე და იმათ ერთად და ძალიან ლამაზად დავამთავრეთ შეხ, მაგრამ ეს ორი ხო ქალბატონო ასმათ, შესაბამისად, თქვენ გააქვთ მოლოდინი, რომ იქნება მცდელობა გაყალბების? რა თქმა უნდა, ხა 12 დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა, ეს ყველა მისის რომ ესეა, როცა 12 გყავს, შენ კომისიის წევრი და რაღაცა მე-13 იუდასავით გამოყავთ, მე-13 ერთია სხვავი რაღაცა, რაღაც გაუგებარია, რა თქმა უნდა, ამას ეცდებიან, მაგრამ მე ჩემი მოსახლეობის ქალაქის ყველა ადამიანის მჯერა, განსაკუთრებით ქალბატონები იმუქრებიან, რომ არ გააყალბებინებენ და აუცილებლად დაგვიჭერენ მხარს. ნახოთ, ეცდებით რომ ესე იქნება. მე წარმატებას გისურვებ, ქალბატონო ასმათ, მე მინდა გკითხოთ, ვინ იქნება თქვენს გვერდით? ვგულისხმობ მაჟორიტარ დეპუტატებს დედაქალაქში და აგრეთვე პროპორციული სიით ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ არჩევნებს? ესენი არიან პარტიის წევრები. მაგრამ ჯერ არ არის ზუსტად განსაზღვრული. ზუსტად აი ზეგ შედის სია და ხო. ზეგ გამოაცხადეთ ბატონი შალვა და მე ყველაზე მეტად რა თქმა უნდა და მაყურებელსაც ეს აინტერესებს, სად იქნება ბატონი შალვა. წინასწარ მე არა მაქვს ამის გამოცხადების მაგრამ სადღაც იქნებით ესე იგი. შეიძლება არ შეიძლება არ ვიყო ამ ბატონი შალვა. მე ძალიან ბევრ კაი რაღაცას ვაპირებ გაკეთებას, არ გინდათ მოგიყვეთ. მინდა გააგრძელეთ. ესე იგი მუნიციპალური საავადმყოფო ბავშვებისთვის და უფროსებისთვისაც. დახმარება ონკოლოგიური დაავადებისთვის, იმიტომ რომ 7000-ის შემთხვევა დაფიქსირდა წელს. ონკოლოგიური და როდესაც შარშან 6 იმის წინ ნაკლები, იმის წინ ნაკლები. ესე იგი მატულობს და მატულობს. აი ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ესე არ იყოს. კი ტუბერკულოზიდან დაავადებულებს ეხმარებიან უფასო ამკურნალობა, მაგრამ საშინელება არის ონკოლოგიური დაავადებული ადამიანისთვის. მე მინახავს იმ საავადმყოფოში რა ხდება და ამიტომ პირველ რიგში მე გავყოლი ვარ მეგობრებს და მინახავს საშინელება არის და მინდა რომ დავეხმარო იმათ აუცილებლად. მიწისქვეშა სადგომების გარდა მიწისქვეშა გადასასვლელები აუცილებლად, იმიტომ რომ ამ გადასასვლელზე ბავშვები ეტლებით ვერ გადაყავთ,
ვერადიან ამეტლებით უფრო მოსახერხებელი მიწისქვეშა, იმიტომ ის ძალიან მაღალია. ეს ბევრად უფრო ძვირი ჭდება. და ბატონო მიწისქვეშა მე რა რომ ძვირი არ ჭდებოდა რომ გააკეთეს თავის დროზე. ეხლაც ნელ-ნელა გავაკეთე. მე ხო არ გეუბნებით ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა, ხო? მე არ გეუბნებით რომ ერთ კვირაში ყველაფერს რასაც ყიდებით გავაკეთებ. ისე სხვათა შორის ერთი ის მაქვს აზრი რომ აი ამ ჩემი დანაპირებებიდან თუ არ შევასრულე რაღაცა მინიმუმი მაინც მე იმედი მაქვს რომ ნახევარს მაინც შევასრულე ერთ წელიწადში მე გადავდგები თუ ვერ შევასრულე და არ გამოვიდა იმის გაკეთება რასაც მე ვპირდები მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა აგირჩიონ რა თქმა უნდა რო ამირჩევენ მე ვპირდები რო ამირჩიონ იმიტომ გარდა მაგისა ეს მიწისქვეშა გადასასვლელები და ეს ყველაფერი გარდა მაგისა აუცილებელი იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის რომლებსაც არც სამუშაო აქვთ არც პენსია აქვს, არც არავინ დამხმარე არ ყავდა, ნაგვის ყუთში არიან ჩაყუდებულები, ის აღარ უნდა იყოს, თბილისში ეს აღარ იქნება. ნაგვის ყუთიდან ყველას ამოვაღებინებ ხელს და ყველას ხელზე იქნება თანხა გაცემული. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სხვა ქვეყანაში დახმარებას ღებულობენ სხვა ქვეყნის მთავრობიდან. და ჩვენ რა დააშავა ჩვენმა საწოდავმა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ ნაგავში ქონდეთ ხელი ჩაყოფილი. სამარცხვინოა ეს. 1 იანვარს დილით მეკვლეთ ვარ ხოლმე სხვადასხვა ოჯახებს. სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი სეცილია თაყაიშვილის ოჯახია. მთელი წლების მანძილზე ვარ მეკვლე. კარგი ფეხი მაქვს და მე მგონი ლეიბორისტებსაც კაი ფეხი მოუტანე, გაიმარჯვებენ აუცილებლად. კარგი. მე მინდა ხალბატონო ასმათ ახლა სიტყვაბილიც 1 იანვარს ნახე დილის 8 საათზე კაცი ნაგვის ყუთში ჩაყუდებული. ეს იცით რა იყო ჩემთვის? რომ 1 იანვარს ყველას რაღაცა აქვს სახში და ის საწოდავი ქუჩაში გაათენა ალბათ ღამე და არაფერი ლუკმა არ ქონდა სხვის გადაგდებულს ეძებდა იქ. ეს უნდა მოისპოს აუცილებლად თბილისში. მე 93 წელს საზღვარგარეთში გავხდით პაკისტანში და იქ რო ვნახე ეს მათხოვრები და ის ვიფიქრე რა ბედნიერი ვარ რომ ჩემ ქვეყანაში ეს არ არის მეთქი. ისეთი საწოდაობა იყო ამის ყურება და ცოტა ხანში არ გახდა იგივე ჩემი ქვეყანა. ზუსტად იგივე რაც იქ ხდებოდა. ეს უნდა მოისპოს აუცილებლად. ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. იმას ეკნებათ პენსიასავით. აუცილებლად მისცემ თანხას. თანხები მოიძიება ამისთვის ბიუჯეტში, რასაც ჩვენ ვისაუბრებთ. ხალბატონო ასმათ, მე მინდა აუცილებლად სიტყვა მივიცე თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, თქვენი ქალიშვილი, თქვენი ძმა და აგრეთვე თქვენი კოლეგა. სახეები, რომლებიც ძალიან მოკლედ გთხოვთ, რომ თქვათ, რატომ უნდა დაუჭიროს თბილისელმა ამომრჩეველობა მხარი ხალბატონ ასმათ ყაბლაძეს. მოგესალმებით პირველ რიგში. მე ვფიქრობ, რომ მას ყველა ეს პიროვნული თვისება გააჩნია, რაც ალბათ აუცილებელია. პირველ რიგში ეს არის პატრიოტი თავისი ქვეყნის, მას უყვარს თავისი ხალხი, ენერგიული ადამიანია, პოზიტიური, გულწრფელი, რაც თავარია და ვფიქრობ, რომ მისი ყველა დაპირება იქნება ნამდვილად რეალური. შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა. ერთ დღეში ეს არ მოხდება, მაგრამ მე მჯერა მისი და რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან, იგი ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისთვის, მისი ხალხისთვის, მისი კოლეგებისთვის და იმედი მაქვს და წარმატებას უსურვებ და ყველას ვურჩევ, რომ მას დაუჭირონ ხარი, რადგან იგი ნართლაც გულწრფელი ადამიანია. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ასმათი ჩემი და კი არა ძმაც არის რა. რო გითხრათ შემატლე, აი 5 დედმამიშვილი ვართ. ასმათი არის, არ ვიცი რა, ყველაფრის, აი რატომ უნდა მიცან ასმათის ხმა? იმიტომ, ერთი ჩემი და არის, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ არის ძალიან პრინციპული, არის სამართლიანი და რაც თავარია, უყვარს თავისი ქალაქი. თავის თბილისი და აი ყველა გაჭირებული და გული შეტკივა, მოხდებით ქუჩაში გავივლით, რომელმეს დაინახა, აი ნამდვილად რომ აი იმში ძალიან დიდი განცდა აქვს. აი ძირითადი ეს თვისებები აქვს ამ ადამიანს და არის ძალიან მებრძოლი. რაც თავარია მებრძოლის სულის ადამიანია. დიდი მადლობა. ხალბატონ ლია. მოგესალმებით ყველას. მე გულახდილად გითხრათ, როდესაც გაიგერო წარდგენილი იყო მერობის კანდიდატობაზე, არც გამკვირვებია, იმიტომ რომ ასმათ ისეთი თვისებები აქვს. პირველ რიგში არის ადამიანი, რომელიც ყველაზე წუხს. აი თვითონ რო ამბობს მათხოვრები ეს რამდენჯერ მანქანაში მჯდარვარ და მათხოვარი ბავშვი ძიზიკ გაუჩერებია და ნუ რაც შეძლებია მიუწია. პარკებზე რო ლაპარაკობს, მაგის წინ იყო გახრიოკებული ადგილი და ეწოდებოდა ბავშვები და ერთშენიერ დღეს მივდივარ მაგასთან სახლში და ხედავ დგას შუაში, ყავს მეზობლები ჩამოყვანილი, ამ პარკს ასუფთავებენ, რაღაცა სკამებს დგავენ, ბავშვები გახარებულები. ნუ აიცით რა
რაც ასმათმა ილაპარაკა, ეს ყველაფერი არის სიმართლე, იმიტომ არის რომ გულწრფელი ადამიანი. კეთილი რაღაც საოცრად კეთილი ადამიანი, რაც ამას სიკეთე უკეთებია. ეხლა ჩვენ იმ ადამიანს, თქვენ უფრო სწორედ საზოგადოება არ იცნობთ, მაგრამ მე ვიცნობ იმ ადამიანებს, მეგობრები, ავათ რო გამხდარან, ექიმთან წაუყვანიან, ნუ აი ყველა სიკეთეს აკეთებს. ერთი მინდა თქვა, ასმათმა თქვა, მერი ქალი უნდა იყოს, იმიტომ და მე რომ მოვდიოდი, ერთი რამე ვიფიქრე. და როგორ დაემთხვა ჩვენი აზრები. ეს ქალაქი მამრმა დააწესა, მაგრამ ქვეყანამ დედაქალაქის სახელი მისცა და სწორედ დედა უნდა იყოს ამ ქალაქის ფარველი. ქალბატონო ასმათ, მე თქვენ გაძლევთ ბოლო წუთს, უკვე ჩემი შეკითხების გარეშე, მე ხელს აღარ შეგიშლით იმისათვის, რომ თქვენ საბოლოოდ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი 15 ივნის არჩევნებზე? იცით რატომ უნდა დამიჭიროს მხარი, რომ ყველა ადამიანის, თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანების, ინვალიდი, უნაშეზღუდულების, ვეტერანების, ყველას სჭირვა რა მსგავსიარებ. ყველას პირდები რომ გაუკეთებ მაქსიმუმს გავაკეთებ ყველასთვის. აბსოლუტურად პენსია რომ აქვთ 150 ლარი და იქვეტოვებენ გადასახადებს, აუცილებლად ისე გადაიხდიან იმ გადასახადს, რომ ის პენსია დარჩეთ თავისთვის და მოიხმარონ თვითონ. ბავშვები, რომლებიც ქუჩაში და უნდა აღსგეს ისევ სკოლა ინტერნატი და სკოლა ინტერნატში უნდა იყვნენ ეს ბავშვები. დღე და ღამე ის ბავშვებიც კი, რომელიც ოჯახშიც ბევრი არიან და მშობელი ვერ არჩენს მათ. ყველა ბავშვი ქუჩაში არ უნდა იყოს, უნდა იზრდებოდეს აუცილებლად მეთვალყურეობის ქვეშ. არ შეიძლება მათხოვარი ბავშვი დადიოდეს საქართველოში. ეს არასოდეს არ ყოფილა. მე იმ დროს ცხოვრობდი, როდესაც მათხოვარი ბავშვი არ მინახავს. ყველას პირდები, მაქსიმუმს არ იქნება კარები დაკეტილი და არ შეიძლება შესვლა, არ შეიძლება მერის ნახვა. ყველასთვის იქნება ღია და ყველას მივიღებ და ყველას ჭირვა რამს გავიზიარებ. წარმატებას ვისურვებ. დავიჭირო მხარი. მე თვითონ ჩემთვის მერობა არაფერში არ მჭირდება. მე პირადად, მე თანამდებობა არ მჭირდება არაფერში, რომ აი თანამდებობა თუ მექნება, ავწევ წარფს, ჩავჯდები ჯიპში და ისე ვივლი. არა ბატონო, მე თქვენთვის მინდა რომ გამხდევერი. გინდათ კარგი მერი ყავდეთ. ამირჩიეთ. რა ნომერი უნდა შემოხაზონ? რა ნომერი უნდა შემოხაზონ? 20 ნომერი. დიდი მადლობა ქალბატონო ასმათ. წარმატებას გისურვებთ. დაგძანდეთ და მე ბატონ შალვას ვუხმობ. ისევ ახლა ჩვენ უკვე გავაგზავნებთ რეგიონებზე საუბარს. გთხოვთ კიდევ ერთხელ ტაშით მიესალმოთ თქვენს ლიდერს. ბატონ შალვა, მოდით ახლა გადავიდეთ რეგიონებზე. ძირითადად რომ მოვხაზოთ, ასე ვთქვათ, რა პრობლემებს ხედავთ თქვენ რეგიონებში და ბარემ ამ ტაშის მიხედვით ქალბატონი ასმათი არჩეული, ასე ვთვლი მე. და არა მარტო ამ ტაშის, ალბათ ვინც უსმენდა დღეს კიდევ. იმიტომ რომ აქ უმრავლესობაში ლეიბორისტები არიან. ნახოთ რა აღმოჩნდება და ფიქრობ გარეთაც უმრავლესობა ვართ უკვე. ბატონ შალვა, რა პრობლემებს ხედავთ თქვენ ძირითადად უკვე რეგიონში და გთხოვთ აგრეთვე წარგვიდგინოთ მერობის კანდიდატები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან. მაშინ თქვენის ნებართვით იმ პატარა მოკლე რეგლამენტში რაც ვერ ჩავტიეთ თბილისთან დაკავშირებით. დიახ. ვაღიაროთ რომ თბილისი დედაქალაქია, თბილისი საქართველოს გულია პირდაპირი გაგებით, მათ შორის ეკონომიკური გაგებით. ბიუჯეტი რესპუბლიკის ის 8 მილიარდი უდიდესი ნაწილი შედის თბილისიდან. ქალაქის ბიუჯეტი თვითონ 800 მილიონი ასევე იკრიფება თბილისიდან და თბილისელებისგან და ამიტომ იქ არ შეიძლება ისეთი ადამიანის მიშვება, ვინც შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოს. რისი მოწმების არაერთხელ ვიყავით ჩვენ თბილისის მერიის და ხელმძღვანელობის მაგალითზე დაწყებული შევარდნაძის დროიდან. სხვათა შორის დღეს საინტერესო პრეცედენტი მოხდა, მიუსაჯეს 6 წელი ისრაელის ექს-პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს, რომელიც გახლავთ ლეგენდარული პრემიერი, მაგრამ რაღაცა პერიოდში თავის და საუბედუროდ იმუშავა ტელ-ავივის მერად, რა დროსაც აიღო თურმე ქთამი $155,000. ეხლა ჩვენ მერებს რამდენი მილიონი აქვს წაღებული ნახეთ. და 6 წელი მიუსაჯეს ამის გამო, ანუ ცდუნებას ვერ გაუძლო ამ ლეგენდარულმა პიროვნებამ. ჩვენ როდესაც და სხვათა შორის თავისი პარტიის დასაფინანსებლად ჭირდებოდა თურმე ეს. როგორც ირკვევა. ჩვენ როდესაც ვარჩევდით თბილისის მერობის კანდიდატს. აქცენტი ჰქონდა აღებული მის არაპარტიულობაზე. თბილისის მერია და დედაქალაქი არ შეიძლება ვინმეს პარტიული სალარო იყოს. ის ყველა თქვენგანი სალარო უნდა იყოს. ყველა თბილისელი. და როგორც კი პოლიტიკოსი მივა,
ჩემი იქნება თუ სხვა, ეხლა მე არ მინდა განყენებულად განვიხილო საკუთარი თავი. ჩემი იქნება თუ სხვა, ის იზრუნებს პარტიის სალაროს, პარტიის ფინანსებს, პარტიის წევრთა დასაქმებაზე და თბილისი ისევ დავიწყდება, როგორც ავიწყდებოდა დღემდე არსებულ მერებს. ჩვენ ამას აღარ დაუშვებთ, ეს აღარ უნდა დაუშვათ. თბილისის მერი უნდა იყოს ზეპარტიული, საერთო ეროვნული ფიგურა, რომელიც იქნება ყველას ოჯახის წევრი ყველა თქვენგანის. და ასეთია ქალბატონი ასმა. დამერწმუნეთ, რომ მე არ ვაჭარბებ და ემოციით არაფერს არ ვამბობ. რადგანაც მაქვს საკმაო გამოცდილება მათ შორის პოლიტიკიდანაც უშუალოდ გამეგო იქ რა ამბები ხდება და რა ამბები ტრიალებს. როდესაც 98 წელს საკრებულოს არჩევნები შედგა და მაშინ გავიყვანეთ დეპუტაცია, მაშინდელი მერი, მე არ მინდა ახლა საზემო საღამო ასე ვთქვათ, ვინმესთვის არასასემონო ვაქციო და გვარს არ დავასახელებ, შემხვდა, ჯერ არ ვაპირებდი მასთან აუდენციას, მაგრამ ახლა ქართველები ვარ და თვითონ პარტიაში მითხრეს, რომ არ შეიძლება ახლა ასე განყენებულად ქალაქის საქმეებზე, ყველაფერზე ხო არის საჭირო ლაპარაკი და დავთანხმდი და შევხვდი და რა შემოთავაზე, იცით? ვაკეში მოგცემთო 2 ჰექტარს, სადღაც დარჩა ვაკეში 2 ჰექტარი, მე არ ვიცი. ისრაელიდან ჩამოიყვან ბიზნესმენებს 6 მილიონად ვაყიდინებ და გვითანამშრომლობთ. მე ვთხარი ასეთი პირობით ჩვენთან თანამშრომლობა არ გამოვა. და შეგიძლია შენ გზაზე წახვიდე და მე ჩემი გზით გავაგრძელებ ბრძოლას. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი დეპუტატების ყიდვა იქ. საერთოდ ერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ, ვისაც ეს აინტერესებს. როცა არ იყიდება პარტიის ლიდერი, მაშინ ყიდულობენ აქტივს ხალხო. მე სანამ პარტიის თავმჯდომარეობა არ გავიყიდები, პირობას გაძლევთ და არც პარტიის თავმჯდომარეობის შემდეგ. ბატონ შავა. ამიტომ თბილისში გიორგი ძალიან ბევრი მაცდუნებელია. ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, აი სასწორზე გასავლელი ხაზებია და ხიდებია. ამიტომ იქ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის ბუნებით დისიდენტი, ბუნებით რევოლუციონერი, უსაზღვროდ შეყვარებული თავის ქალაქზე. ეხლა ქალის კანდიდატურა რატო ავარჩიეთ კიდე გარდა იმ ღირსეული თვისებების, რაც ქალბატონ ასმაც ახასიათებს და შემკულია მისი სული და მისი გარეგნობა და ყველაფერი. მოდი ვთქვათ პირდაპირ. მამაკაცები რას წარმოადგენთ? გაჭირვების თქმა არ შეგვიძლია, ეს არ არის მამაკაცურ ბუნებაში. წავალთ, დავლევთ, ან ვიჩხუბებთ, ან რა ვიცი, რაღაცა სხვა საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ გაჭირვებას ვერ შევჩივლებთ ვერავის. სად ქალი რომ მივა ქალ მერთან და შეშივლებს გაჭირვებას, რომ აი ასეთი მდგომარეობა ოჯახში და დამეხმარ, იმას არ მოერიდება თქმა, თან ქალთან, თან იმ ქალ მერთან, რომელსაც საშუალო ბიურო არ ექნება, დაცვა არ ეყოლება და ჯიპების კორტეჟი არ ეყოლება. და რომ ამიტომ არწმუნებული ვარ, არ სვამს და არ ჩხუბობს. თავისთავად ცხადია. ანუ კაცი ვერ მივა. კაცი გაჭირვებაზე ვერ მივა და ვერ ეტყვის, მით უმეტეს ქალს ან კაცს რა ეს მიჭირს, იცით? იშვიათია რომ ეს ნაბიჯი გადადგას მამაკაცმა. ამიტომ თბილისს, რომელსაც დღეს ასე უჭირს და უჭირს არა იმის გამო, რომ თბილისელები ვინმეზე ნაკლებები არიან, ან ლონდონელებზე, ან პარიზელებზე, არა, მათზე მეტნი არიან ისტორიითაც და ყველაფრითაც. უარგისი ხელისუფლება ეყავთ ქალაქშიც და ცენტრშიც. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ღირსეული ხალხი და ნახეთ მერე რა ცხოვრება იქნება. ბატონ შავა, რა თქმა უნდა, თბილისი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენ დიდი ნაწილი გადაცემის სწორედ დედაქალაქს დაუთმეთ, მაგრამ ახლა გადავიდეთ სხვა ქალაქებზეც. და ერთი პატარა მონაკვეთი, ბატონო გიორგი, ბოროტად ვიყენებ თქვენს დემოკრატიას და ჰუმანურობას. კიდევ რა იყო ეს საერთო გლობალურ პრობლემებს უკავშირდება და ამიტომ ვიქცევ თქვენს ყურადღებას, რა იყო მიზანი, როდესაც მიზეზი ჩვენ შევარჩიეთ და შევთავაზეთ ქალბატონ ასმაც ეს თანამდებობა და ეს კანდიდატურა შევარჩიეთ. სამწუხაროდ, ყველა ჩვენი უბედურება, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არ არის გამოწვეული შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის ან პავლეაშვილის გამო. ჩვენი უბედურებების ძალიან დიდი წილი განსაკუთრებით ბოლო 20 წლებში გამყიდველი ელიტარული ინტელიგენციის გამყიდველობით, სულმოკლეობით და ვერცხლმოყვარულობით არის გამოწვეული, სადაც არასოდეს ქალბატონ ასმაც მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი აი ამ აკადემიური წრეებიდან ადამიანი, რომელსაც არ მოუვლია პარტიები, ლიდერები, არ ურბენია ვიღაცა ფულიანი ლიდერების დავალებებით პარტიულ აქტივისტად, იმისათვის რომ თანხა ეშო, აი სირცხვილი არ არის, რო უყურებ ტელევიზორს და გამოდის, ყველას არ ვაყენებ შეუროცხყოფას, მაგრამ ძირითადი ნაწილი სამწუხაროდ ასია, გამოდის მწერალი, ამ მსახიობი, ამ პოეტი, ამ სპორტსმენი და ვიღაცა პოლიტიკოს აქებს, უკვე ცხადდება რომ იმისგან იმ დღეს ან წინა დღეებში ფული აიღო, ან ხვალელოდება ამას. და აბა ნახეთ, რა ელიტა ყავდა ჯერ საქართველოს, აღარ გვინდა უწავათ შორს.
შიმშილით კვდებოდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზში. ის და მისი მეუღლე ნინა პოლიტარსკაია მაწონს ადედებდნენ იმას ხედიდან შანზელიზეზე. და მილიარდობით და მილიონობით ოქროს საგანძური ებარა ექვთიმეს და ხელი არ მოკიდა. მე წარმომიდგენ ახლა ზოგიერთ ჩვენს ელიტარულ ინტელიგენციას რომ ეს ოქრო ჩაუგდო ხელში, რა მაწონს შეაყენებს იქ. თლიანად გაყიდო. ხო? ავიღოთ, მაგრამ ბოლოს ეს ექვთიმეობა მობერდა და მოკვდა ქართულ ელიტაში, მეგობრებო. და ისინი გადაიქცნენ ხელის გოგო ბიჭებად, ივანიშვილი, სააკაშვილი, შევარდნაძე, რა მნიშვნელობა აქვს? ხო? ეს იმ პიროვნებების ბრალი კი არა, ვინც ისინი დაიქირავა. ეს მათი სულმოკლეობის ბრალია. აბა ვნახოთ, გარეთ რა ინტელიგენცია, ჩვენს გარშემო. სორჟენიცინი 70-იანი წლების შემდგომ ეს ცნობილი აკადემიკოსი, რომელმაც გამოიგონა პირველი წყალბადის ბომბი მსოფლიოში, უცბად აჯანყდა საბჭოთა წყობის წინააღმდეგ. აჯანყდა ის რა ქვია სახაროვი, სორჟენიცინი, რომელიც ასევე ესე იგი ცნობილი ინტელიგენტი და ცნობილი მებრძოლი ადამიანი და ის გულაგის არქიპელაგი რო დაწერა, ხო? არაფერი არ აკლა, არც პრემიები, არც ეკასევრობა, არც უზენაეს საბჭოსევრობა. აჯანყდა და ბოლოს გააძევეს, გააგდეს საბჭოთა კავშირიდან. რა თქვია შორეული ამბები? აგერ ეს რა ქვია, მაკარტიზმის ეპოქას ვერ გაუძლო ჩარლი ჩაპლინმა შეერთებულ შტატებში. ის წამოვიდა, დატოვა შეერთებული შტატები დემოკრატიის სამშობლო მართლა და შვეიცარიაში გარდაიცვალა. იქ ცხოვრობდა, ხო? ჩვენ გვჭირდება დისიდენტი, რევოლუციონერი, მებრძოლი ელიტა და არა კონფორმისტი და ვიღაცის გადაგდებულზე მორბენალი და აი ქალბატონი ასმათი ამნიშნით არის შერჩეული კიდევ ერთი კომპონენტი. ახლა დავბრუნდეთ შეერთებული შტატებიდან და არ დაგვეჩაგროს რეგიონები. ესენიც თქვენი კანდიდატები არიან. არა, რეგიონების დაჩაგროს ნამდვილად არ ვაპირებდა. მით უმეტეს ახალი კანონის მიხედვით გაიზარდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. მე ვიცი რომ დღეს ყველა 12-ვე ქალაქის მერობის კანდიდატი აქ არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მე გთხოვთ გაგვაცნოთ და გააცნოთ პირველ რიგში ამომრჩეველს ის ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ ქალაქის მთავრობაში. უდიდესი სიამოვნებით შევასრულებ ამ მისიას. მე მინდა წარმოგიდგინოთ რუსთავის მერობის კანდიდატი ბატონი რევაზ რიჟამაცი. აგერ ბრძანდება იურისტი, ადვოკატი, უფლებადამცველი და მთელი საქართველოს უყურებს. ბოლო თვეებში რუსთავში განვითარებულ მოვლენებს, როგორ შეისყიდა კალაძის მაფია მის მთელი ხაზები, როგორ უნდათ რომ 5000 მძღოლი თავისი ოჯახით დატოვონ ულუკმაპურო, როგორ შეიყვანეს ის რაღაცა ყვითელი მიკროავტობუსები და როგორ აწყობენ საკუთარ ბიზნესს და მთელ ამ პროცესებს ხელმძღვანელობს და ლიდერობს ბატონი რევაზ რიჟამაძე და აი ესეთი ლიდერები გადაარჩენენ საქართველოს. რუსთავში, თბილისში, ქუთაისში და ყველგან. მე მიმაჩნია რომ ის არის ქალბატონი ასმათივით რეალურად გამსვლელი ამ პოსტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი პირველი გადაწყვეტილება იქნება აი ამ მაფიოზური კომპანიის გამოძიება რუსთავიდან და რუსთავის ტაქსების და რუსთავის ტრანსპორტის დატოვება რუსთაველების ხელში. შემდეგი, გადავიდეთ შემდეგზე. დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და უკვე გამოცდილი ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე. მე მიმაჩნია და კარგად დაიხსომეთ ეს ახალგაზრდა, რომ ის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში კიდევ იტყვის. მისი ინტელექტი, მისი ზნეობა, მისი ბრძოლა, რაც ჩვენ მაგალითზე ჩვენ ფორმატში გასწია ლეიბორისტულ პარტიაში, მაძლევს იმის საშუალებას ვიფიქრო, რომ იგი ღირსეული კანდიდატია, რათა უხელმძღვანელოს ძალიან დიდი ტრადიციების ქალაქს, უძველეს ქალაქს, მსოფლიო იუნესკოს ხუთეულში შეყვანილ ქუთაისს, სადაც განისვენებს დიდი მეფე, ბრძენი მეფე აღმაშენებელი, საიდანაც დაიწყო ქართული სახელმწიფოებრიობა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მიზანს მიაღწევს აუცილებლად. ქუთაისელების დახმარებით. შემდეგი კანდიდატი. მე მინდა დიდი სიამოვნებით ასევე წარმოგიდგინოთ ოზურგეთის მერობის კანდიდატი მირზა ჩხიკვიშვილი. ალბათ უფროს თაობას და არც თუ ისე უფროს ახალგაზრდასაც ახსოვს სპექტაკლი და დღესაც უყვარს დარაბებს მიღმა გაზაფხულია, სადაც თავარ როლს თამაშობდა რეზო ჩხიკვიშვილი, ქართველი აქტიორი, რომელიც დღეს გერმანიაში მარჯანიშვილის თეატრის გერმანიაში გრილოს სახელობის თეატრის წამყვანი აქტიორი, ალბათ პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი მსახიობი გახდა გერმანულენოვანი მსახიობის და დიდ პოპულარობის სარგებლობს იმ ქვეყანაში და იმ ქალაქში და მისი ძმისშვილია ბატონი მირზა. ეხლა რა თქმა უნდა, მარტო რეზო ძმისშვილობა არ არის საკმარისი მერობისათვის, ის არის ნიჭიერი, ინტელექტუალური, წესიერი, პროფესიით ეკონომისტი, კარგი წრის
კარგი ოჯახის, კარგი ტრადიციების წარმომადგენელი და დამერწმუნეთ ისევე როგორც ქალბატონი ასმათი, ბატონი მირზაც იქნება ზეპარტიული იმ საკითხებში, რაც ეხება ჩვენს გურიას, ჩვენს ოზურგეთს, ჩვენს სიამაყეს, სადაც ჩაკლეს ტრადიციული მეურნეობის დარგები, სადაც ჩაის პლანტაციებში ყმუიან ტურები იმის გამო, რომ უცხოური ჩაი უნდა გაასახონ აქაურ ჩვენ ბაზარზე და ჩვენი ტურმე არ ვარგა, სადაც ციტრუსები არ იცის, სად ჩააბაროს გლეხმა და ის მილიარდერის დაპირებები იმის თაობაზე, რომ ციტრუსი თურმე აღარ გაუფუჭდებოდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აორთქლდა და სამჩაყლებად უმიწამ ვერავინ ვერ გაიგო და დაულპად იმ ხალხს ეს უძვირფასესი პროდუქცია, აი ყველაფერს ამას დარწმუნებული ვარ მისცა მიხედავს ისევე ალალად და ისევე მაღალ მებრძოლური თვისებებით, რაც მის გვარს და ჯის ახასიათებს. გაყრის ტურებს ჩაის პლანტაციებიდან. ორფეხა ტურებს გაყრის პირველ რიგში ხელისუფლებიდან და ჩაის პლანტაციებიდანაც, რომლებიც დაუფლებული არიან იქ ამ სიტუაციაში. შემდეგი კანდიდატი ბატონო შალვა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ერეკლეს ქალაქის ჩვენი თელავის მერობის კანდიდატი ქალბატონი ქეთევან ზაქარიაშვილი მრავალშვილიანი დედა 4 შვილის დედა ჩვენი პრეზიდენტის პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ერთგული მიმდევარი ოჯახიანად მისი მეუღლე ბატონი ზვიადი ძალიან უახლოეს გარემოცვაში დაცვაში ერთგულად მსახურობდა ბოლომდე და დარწმუნებული ვარ რომ ერეკლეს ქალაქში ჩვენი თელავის სახელოვანი საზოგადოება გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, რომ არც მე და არც ისინი არ ინანებენ ქალბატონი ქეთევანის არჩევით. და აი ერეკლეობა უნდა გადაედოს ჩვენს ქართულ ელიტას და მერე იქნება ქვეყანაში დოვლათი, სიუხვე და ზნეობა, რაზეც დაიბადა ერეკლე, იმ ტახტზევე მოკვდა. ისე კი არა, პანტას და ტყემას რო ჭამდნენ, ტყეებში და ეხლა ჯიპებით რო დადიან. ისე არ უცხოური ერეკლეს. და ამიტომ ერეკლეობა და თელაობა უნდა გადაედოს ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას ამ გაგები და დაწუნებული რესაცე იქნება. და მერობის კიდევ ერთი კანდიდატია ჩვენთან ერთად. და მე მინდა ასე თქვათ ბოლოს გემრიელ ლუკმას ინახავენ რა თქვა მე ხო? ყველა გემრიელია ვიმეორებ. წარმოგიდგინოთ ბათუმის მერობის კანდიდატი, ჩვენი სამაყო ბათუმის ბატონი ნუგზარ ჩხაიძე უზენაესი კანონიერი უზენაესი საბჭოს წევრი, მრგვალი მაგიდიდან, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, საქართველოში აი ერთეულები არიან სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ის არაკეთებს ეს სოციოლოგიურ გამოკითხვებს, ჩვენ რო ვიცით და რომლებიც არასწორ გზაზე გვაყენებენ ხშირად. კითხავთ აუცილებლად ამასთან დაკავშირებით დაასრულეთ და შესაბამისად მე ვიმაჩნია რომ ბათუმს სჭირდება სერიოზული მიხედვა ბათუმს სჭირდება პატიოსანი ხელი, პატიოსანი გული. პატიოსანი ხელი გულიდან მოდის და სულიდან მოდის და ბატონი ნუგზარი ამ ტრადიციების, ამ იდეის მატარებელია, მას არასოდეს ზვიადისტობა, ეროვნული მოძრაობის მანდატი არ გამოუყენებია პურის ტალონად, არ გამოუყენებია დაწინაურების საფუძვლად, როგორც რო ხედავ ყველა პარტია რომ მოიარეს დაორქვა მას ქართული პოლიტიკის დიძუგურიზაცია. სამწუხაროდ, ნუ ეს მაგალითად რომ იმისნაირები ბევრები არიან ამ მანდატით რომ დარბიან იქით-აქეთ ყველა კოალიციაში და ყველა პარტიაში. ამიტომ მე მგონია რომ ბატონი ზვიადის სულიც არ ინანებს მისი არჩევით და პირიქით გაიხარეს ბათუმის მერობა. ძალიან კარგი, მე წარმატებას ვუსურვებ თქვენს კანდიდატს. აი ეს არის ჩვენი სახელოვანი კოჰორტა ამ დღეებში კიდე რა თქმა უნდა არ არის ყველაფერი. აგზის ძალიან ღირსეული ხალხი, პარტიის აქტივი, ახალგაზრდობა და მთელი ჩვენი ბრძოლა, მთელი ჩვენი არსებობა, მთელი ჩვენი ყოფნა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ხალხს დაუბრუნოთ ის ლამაზი ღიმილი, რომელიც ესოდენ უხდებოდა და უხდება. ბატონ შალვა, აი ახლა ვისაუბროთ იმ სოციალურ გამოკითხვებზე, რომელიც თქვენ ასეთ NDI მოდით ამჯერად, სადაც თქვენ 44% შეიძლება გაგიკვირდეთ და ამ შემთხვევაში NDI-ს ვეთანხმები ობიექტურად აცნობ. თუმცა როდესაც გამოქვეყნდა ეს სოციოლოგიური გამოკითხვა, თქვენ მაგრამ როცა 44% და 2% გვიწერენ, მაშინ არის ჩვენი აღშფოთება სავსებით ბუნებრივად გამოწვეული. თქვენთან აკრიტიკებთ, თქვენ ეთანხმებით ამ კვლევას. მე მაყურებლისთვის მინდა შევახსენო მას, რომ 54% გაქვთ თქვენ 10%-ით წინა კვლევასთან ნოემბრის კვლევასთან შედარებით მომატებულია თქვენი რეიტინგი და მოწონების რეიტინგში ფაქტობრივად ერთადერთი ოპოზიციონერი ხართ, ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც მოხვდა პირველ სახელებს შორის და დიდად არ ჩამორჩება სხვა პოლიტიკოსების რეიტინგი. 10%-ით დაიკლო აგრეთვე იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც თქვენ აქამდე არ მოსწონდით.
ეს კარგია, ერთმანეთს უგებთ და ერთმანეთის გვესმის. გაიგო ხალხმა, რომ ჩვენ ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით მათ, რაც არ უნდა ეს მწარე იყოს, რაც არ უნდა ეს საზიანო იყოს ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი პარტიისთვის. რამდენჯერ გავწირეთ თავი ამ სიმართლისათვის. და კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ სიმართლე არის დაუმარცხებელი ხალხო. ხალხი ხვდება იმას, რომ ჩვენ მაშინ მართლაც ვეუბნებოდი და იმიტოა რეიტინგი აწეული და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ფაქტობრივად რაღაც ახალ პოსტულატებს ჩვენ ამ ნაწილს ეთანხმებით, ეს აქ საუბარია პირადად თქვენს რეიტინგზე 44%-ზე, მაგრამ პარტიას თქვენ თვითონაც იცით, რომ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. აი აქ რატომ არ ეთანხმებით? ბატონო გიორგი, თქვენ როგორც ასეთ ნიჭიერ ჟურნალისტს შესანიშნავად გესმით, რომ პარტიის რეიტინგი იგივეა, რაც ლიდერის რეიტინგი. ეს არის მსოფლიო წესი, მე არ გამომიგონი. შესაბამისად, პარტიასაც აქვს 44%. მინიმუმ 2%. არა ის 2, რა თქმა უნდა. 2 არა 4 დაწერეს, მე მეორე გამოკითხით 8 დაწერეს, 9. ეს უკვე სოციოლოგიური манипуляციის ნიუანსებია. თავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სავსებით სწორად შეაფასა თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, ტყუანი და მართალი. ეს სოციოლოგიური გამოკვლევები. ბატონო გიორგი, რო ჩაეტარებინა ჩვენ საპატივსაცემო NDI-ს, აი ახლა, რაც ივანიშვილის პირადი განკარგულებით ხას უსვავ, ესეთი ცოდვაა, რომ თუ ვინმეს დააბრალებ ტყუილად, თვითონ დაიჟები. ივანიშვილის პირადი განკარგულებით მონა პარლამენტმა მიიღო ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ფაქტიურად ნიშნავს ერთადერთს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენონ სექსუალური უმცირესობები მათი შემდგომი ერთმანეთზე დაქორწინებისა და შვილად აყვანის პერსპექტივით. სხვა ეს არაფერს არ ნიშნავს, ნებისმიერი იურისტი და ნებისმიერი პოლიტოლოგი ამას გეტყვით და ეს ყველაფერი მოხდა ამ ბატონი ბიძინას კურთხევითა და მაპატიეთ ამ სიტყვაზე განკარგულებით პირდაპირ მივიდა უმრავლესობის ხმაზე არც დაუმალია და დღეს მახათას წმინდა მონასტერი იხსნებოდა ქალბატონი ასმათი ბრძანდებოდა მოგახსენათ მე სამწუხაროდ ვერ შევძველი და ტელევიზიით უყურებდი როგორ მიბრძანდა ეს ბატონი მაპატიეთ და ურცხვად აი ამ კანონის მიღების შემდეგ იმ ეკლესიასთან რომელი ეკლესიის ნაყოფია საქართველოს, რომლის შვილები ვართ ყველა ჩვენ და რომლის დახმარებითაც სხვათა შორის მოვიდა ხელისუფლებაში. აი ახლა რომ ჩაატარო სოციოლოგიური გამოკვლევა, ოცნებისა და ივანიშვილის რეიტინგისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი ნაცარტუტის გარდა. ამიტომ არის სავსებით ბუნებრივია. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან აი ამგვარი მკრეხელობა არ უკადრებია და არ გაუბედია ჯალალედინს, თემურლენს კი შემოდიოდნენ, ხოცავდნენ, გვარბევდნენ, მაგრამ ესეთი წესები შემოეტანათ ჩვენთვის, ახლა სწორად გამიგეთ, მე არავის უფლებებს არ ვარღვევ, სექს უმცირესობად ჩვენი მოქალაქეებია, მათ არავინ არ უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა გალახოს, თუ იმ რამეს დაუშვებს, ისე უნდა დაისაჯონ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე დამშვებელი და შემხები, მაგრამ მათი ჩაყენება პრივილეგირებულ მდგომარეობაში ეს ხომ არ ნიშნავს სახალისებას საზოგადოებისას, რომ იცით, ეს კარგი მიმართულებაა და ნუ მოგერიდებათ, გაწევრიანდით, თქვენ სპეციალური კანონი დაგიცავთ. დღევანდელი სოფლიო პრაქტიკით სპეციალური კანონმდებლობა დაცვის თაობაზე აქვთ პოლიციის მუშაკებს და სახელმწიფო დაწესებულების თანამდებობის პირებს და ვენის კონვენცია დიპლომატიური დაცვისა და იმუნიტეტის შესახებ 60-იან წლებში მიღებული. დღეს უკვე ჩვენს კანონმდებლობაში აი ამ დიპლომატებთან, აი ამ სპეციალური სახელმწიფო თანამდებობის პირებთან ერთად სპეციალური ნორმით ხდება ვითომ დისკრიმინაციის თავიდან აწილების მიზნით სექს უმცირესობათა უფლებების დაცვა, ნაცვლად იმისა, რომ დაპირებების შეესრულებინა პროცენტი დაეკლო ბანკებზე, ანაბრევის გაცემა დაეწყო, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები აღედგინა, ნაცვლად იმისა, რომ დაპირებული 100-ის ქარხნიდან და ფაბრიკიდან ერთი 20-დან მაინც ამოსულიყო ბოლი, ნაცვლად იმისა, რომ წართმეული დაებრუნებინა ხალხისთვის. ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო ჩვენი ხალხის გაქცევა საზღვარგარეთ მონება და პლანტაციებში მუშებად. აიღო და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ სექს უმცირესობებს შეუქმნა განსაკუთრებული პირობები. რა რეიტინგი შეიძლება ქონდეთ ამათ და რა ნამუსით შეიძლება გამოდიოდნენ ესენი და დღეს კიდევ გთხოვდნენ ხმებს. მე ამ შემთხვევაში აღნიშნულ პოსტულატს ვამბობ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი ადამიანი შალვა ანთელაშვილი, დავანებოთ პარტიულობას თავი. მე ვარ შეურაცხყოფილი და აღშფოთებული იმის გამო, რომ ამ ბატონმა ამ ფულის ტომარამ მოაწყვე ჩემი ხალხი, ჩემი სისხლი და ხორცი და მე პირადად არ ვაპატებ ამ მოწყვებას. მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდი ხალხს, მაგრამ შეგდებულად არ ვუხმავდები ამ თემას, იმიტომ რომ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. არა, შორს არ წაგვიყვანს, ეს სერიოზული თემაა. კამპანიიდან უბრალოდ სერიოზული თემაა, მას გულისხმობს, რომელსაც ძალიან კიდევ მაგალითად რომელიც არ მოუხვევია, მოდი, არც ამერიკას და არც ევროპას ჩვენთვის. ევროპაში არის უამრავი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც ამგვარი კანონის მიღების გახსენებაზე შეიძლება თავყობა დაამტვრონ ნებისმიერ კანონმდებლობას. კანონებზე საუბრობთ. ეს ამის ინიციატივა და რატო იცით გითხრათ?
იმიტომ რომ ამის მილიარდები ინახება დასავლეთის ბანკებში. იცის რომ აქ ყველაფერი ჩააგდო, პოლიტიკა ჩაუვარდა, ხალხი შეიძლება აუჯანყდეს და უმხედრდეს და შესაბამისად მის იმ საბანკო ანგარიშებს შეექმნა საფრთხე. იმისათვის რომ მოიმადლიეროს გარკვეული პოლიტიკური და ფინანსური წრეს გულები დასავლეთში, ხო? მიიღო ეს კანონი და უთხრა, კი, ჩემი ხალხი მოატყუე, კი, ჩემი ხალხი გადავაგდე, კი, ვერანაირი დაპირება ვერ შევასრულე, დავტოვე სასიამოვნოდ გაოცებული პირგაღებული ადამიანები, მაგრამ რა გინდა, ეს კანონი ხომ მივიღე. შესაბამისად მეკუთვნის დაცვა. მიხეილ სააკაშვილმა როგორ გაიკეთა დაცვა? არ არის უჭკო პოლიტიკოსი. კი, ეგონა ზოგიერთ სულელი, მაგრამ აი დავინახეთ, ხო? გადარჩა ჯერ ეგეთი ძალაუფლება დაუთმო ამას ფაქტიურად. ეს იყო მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ მოდი, შენ ცუ, მე ცუ, მე მოვალ, იქ ვიღაცებს დავიჭერ, შენ საზღვარგარეთ წახვალ და დაიწყო უკრაინის ლობირება. უკრაინაში დაიწყო სირბილი. შესაბამისად, ხელშეუხებელი გახდა. მაგას ახლა 100 წელი ვეღარ დაიჭერს. ამან მეტი ვერაფერი მოიფიქრა, იმან უკრაინა მაინც მოიფიქრა. და მიიღო ამ სექსუალურობის კანონი. ბატონო შალვა, ვინაიდან თქვენ კანონებზე საუბრობთ, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს ეხებოდა, ამიტომ აუცილებლად მინდა თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება აგზელებს მოსმენებს, არასამთავრობოებია მას ამობენ, ხელისუფლება რა თქმა უნდა ამბობს, რომ ეს ასე არ ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ გისმენენ? ესე იგი, ცნობილ ფრაზას თუ გამოვიყენებთ, ერთ ბეწ ქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ. მე მისმენენ 2005 წლის ივნისიდან სასამართლოს სპეციალური ნებართვით, როგორც ანტისახელმწიფოებრივ ელემენტს და შუამდგომლობას ხელი მოაწერა პროკურორმა კობერიძემ. დღემდე მისმენენ. ეს მე არ აღმაღლებს, იმიტომ რომ რასაც აი აქ ვლაპარაკობ, იმაზე უარეს არსად ავლაპარაკობ არაფერს. ხო, მაგრამ მე მაინტერესებს აგერაგზის ჩემი მეუღლე ბელა. მას რატო უსმენენ? იმიტომ რომ მე შემომჩივის მიშველე რამე და ესე იგი მომაცილეს მომსვენებიო, მაგრამ მე როგორ ვშოლი, იქნებ ის არ არის პოლიტიკოსი, არ არის პოლიტიკაში ჩარეული და იქნებ მას მაინც ნუ მოусმენთ ბატონებო. რა თქმა უნდა, გაქანებული მოსმენა მიდის და რუსთავი ორის მიმართ მომხდარი ეს პრეცედენტი არ არის სამწუხაროდ ერთეული ან ორეული, ეს არის მასობრივი მოსმენა და მე მინდა ისიც გითხრათ, ეხლა არ თქვა თუ ეხლა აკვეთებული მყავს ეს კაცი, მაგრამ ამ კაცმა დაგვაქცია ამჯერად, როცა შეურაძე გვაქცევდა, იმაზე ვლაპარაკობდი, როცა მიშა იყო პრეზიდენტი, იმაზე ვლაპარაკობდი, ეხლა ეს არის ფაქტობრივი რეჟიმის ლიდერი, ხო? პირველი მოსასმენი აპარატურა საქართველოში 2004 წელს 25 მილიონ დოლარად შემოიტანა ბატონმა ივანიშვილმა და გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. პირველი მოსასმენი აპარატურა, თუმცა თავისთვისაც დაიტოვა და თვითონაც უსმენდა იმათ. ისინი იმას უსმენდნენ, ეს ამას უსმენდა. ანუ ნუ შეიძლება ითქვას, რომ აი ამერიკული ფილმია შეშლილი სოფლო ყველა რო გარბის ვიაბრაზნი ოქროსკე დაახლოებით აი ეს სიტუაცია ჩვენს სახელმწიფო ეშელონებში და სამწუხარო ისაა რომ იცვლებიან ხელისუფალნი, მაგრამ არ იცვლება ხელისუფლების სული, ფორმა, შეგნება, თუ აქვთ ასეთი ანტურაჟი და ჩვენი მიზანი, ლეიბორისტული პარტიის მიზანი, აი აქ შეკრებილი მამულიშვილების მიზანი არის რეჟიმის შეცვლა არსობრივად და არა ფასადურად და დეკორაციულად. მადლობა, მე მინდა აუცილებლად სიტყვა მივცე ბატონ გიორგის. ბატონ გიორგი, რატომ უნდა დაუჭიროს თქვენ დასკვნასავით მინდა რომ გააკეთოთ, რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი ლეიბორისტულ პარტიას და ამჯერად უკვე შემოხაზოს ნომერი 20? მადლობთ, მივესალმებით ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. გამოთქმა ესეთი, ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან, ყველა ტყუისო. ლეიბორისტული პარტია სწორედ ლეიბორისტული პარტიის ფუტკარივით შრომის შედეგად თავის დროზე იგივე თბილისში შემოღებული იქნა უფასო ოპერაციები გაჭირვებული ადამიანებისათვის. ლეიბორისტული პარტიის მისი ლიდერის ბრძოლის შედეგად ტარიფი იქნა დაკლებული ელექტროენერგიაზე და ამავე დროს გაზზე. ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის შედეგად შენარჩუნებული იქნა ბაღები, ის შენობები, რომელიც შემდგომ სამწუხაროდ გაიყიდა და უამრავი რამ შეგვიძლია იგივე უფასო სწავლება რო არის დღეს დადგენილი საჯარო სკოლებში, ეს სწორედ დამსახურება იმ ბრძოლისა, რომელიც თავის დროზე აწარმოა ლეიბორისტულმა პარტიამ, მისმა ლიდერმა და ჩვენ შეგვიძლია ეს შორს წაგვიყვანს, ესია და ეს ყველაფერი გაკეთდა ოპოზიციაში ყოფნით. ეს გაკეთა სასამართლო დარბაზებში, ეს გაკეთა აქციებზე, ეს გაკეთა მიტინგებზე, მივარდნებით, სხვადასხვა უწყებებში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, დადგა დრო, დადგა ჟამი იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში და ის ოცნებები, რაც ჩაიდო სწორედ 2012 წელს
აი მცრუ წინასწარ მეტყველის ბიძინა ივანიშვილის მოსვლაში რეალურად ახდეს სწორედ ჩვენი მოსვლით ხელისუფლებაში და ამის გარანტი არის ის სიმართლის გზა, რომელიც გაიარა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც გაიარა ამ პარტიამ და მე დარწმუნებული ვარ, ამ ოცნებების განხორციელება შესაძლებელია თუ ესეთი მებრძოლი მართალი ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება ბატონო შალვა ბოლო რეპლიკისთვის მე მინდა რა თქმა უნდა თქვენ დაასრულოთ დღევანდელი გადაცემა. აი რაც ბატონმა გაგამ ჩამოთვალა ეს მიღწევები სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 98 წელს გავედით პირველ მეორე ადგილი იყო, მაგრამ დიდი რაოდენობა გავიყვანეთ დეპუტატების. საქართველოს მიიღო უფასო საშუალო განათლება და მიიღო უფასო ბაღები, რომელიც დღემდე შემონარჩუნდა გარკვეული კორექტირებებით. 2002 წელს გავედით პირველ ადგილზე, მართალია არაუმრავლესობით, მაგრამ შევძელით დენის ტარიფის დაწევა 11 თეთრამდე თბილისში და 7 თეთრამდე რეგიონებში და სასწრაფო დახმარება უფასო ჯვარი ყველას გვეწეროს ესაც მაშინდელი გაკეთებულია. ანუ მხედველობაში მაქვს რა, ჩვენი მისვლა ადგილობრივ თვითმმართველობაში გამარჯვებით ძალიან დიდ სიკეთეთ უჯდება ჩვენს ხალხს, თბილისს და მთელ საქართველოს. ეს გაითვალისწინეთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ უკან არ ვიხევთ, ჩვენ არ ვეკურებით, არ თანამშრომლობთ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და რაც მთავარია, ჩემო ძვირფასო საზოგადოება, ჩემო საქართველო, გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ უნდა 15 ივნის შევცვალოთ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, ბურჯანაძის ზრგავალი რეჟიმი, რომელიც მათ ერთად შექმნეს. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ საქართველოს შეიცვლება და საქართველოს შეცვლის უფლება ჩვენ აღარ გვაქვს, მეგობრებო. ერთადერთი ალტერნატივა ვართ ჩვენ და ეს დროა ყველამ გავიგოთ, ვისაც მოუწონვართ, არ მოუწონვართ, მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც საქართველოს ხო გვიყვარს ყველას, ხო? ჩათვალეთ, რომ დღეს საქართველოს ჩვენ ვჭირდებით. სხვა ვერავინ ვერ გაკაშავს ჩვენოდენას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ შეკრული, არც შიგნით, არც გარეთ, ჩვენ თქვენ სულებთან ვართ შეკრული. ჩვენ თქვენი ნაწილი ვარ და აქ მინდა ახლა არ ჩათვალოთ, რომ მე რაღაც ლირულ გადახვევას ვაკეთებ, ობიექტურად რაც გულმა მიკარნახა, იმას გაუბნებით. 2008 წელი იყო, ხო? 8 წელი, ხო? როდესაც მე ძალიან ძიმე ოპერაცია დამჭირდა, იცით ეგ ისტორია ალბათ. ამ ოპერაციის აუცილებელი მოთხოვნა, მე რა თქმა უნდა არ ვიცოდი წინასწარ, იყო გულის გაჩერება აუცილებელი. 40 წუთი ჩემი გული იყო გაჩერებული. ამას მე ვკითხულობ სამედიცინო დასკვნაში. მაგრამ გაგრძელებაა საინტერესო. როდესაც დამთავრდა ეს ოპერაცია და გული უნდა აემუშავებინა დენის დარტყმით, თავისით ამუშავდა გული. მე ვპირდებით, რომ ეს გული არ გაჩერდება, სანამ საქართველოს არ გადარჩება. მე წარმატებას გისურვებ ბატონო შალვა, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ მე თქვენ ფაქტობრივად მოგატყუეთ, გადაცემას არ დაასრულებთ. თქვენ გადაცემას დაასრულებს თქვენი მეუღლე, რომელსაც როგორც თქვენ თქვით უსმენენ და ახლა ჩვენც მოусმენთ მას. თქვენ გაქვთ ბოლო სიტყვა ამ გადაცემაში. დიდი მადლობა ბატონო შალვა, გისმენთ. არ ველოდი სიტყვას რომ მომცემდით ბოლოს, მაგრამ მე მინდა ასე დავასრულო დღევანდელი მშვენიერი ჩვენი შეხვედრა ჩვენ ამომრჩეველთან რეალურად შეხვედრა მთელ საქართველოსთან გიორგი და მინდა ერთი რამე უთხრა. ნუ გამოვეკიდებით რაღაც პროექტებს, რომელიც საქართველოში არა, ქვეყნის გარეთ იგეგმება და მათ აქვთ რაღაც ძალიან ლამაზი ბრჭყვიალა სახელწოდებები, ვარდები, ოცნებები, რაღაც იმედები. ვიყოთ რეალისტები, დაუბრუნდეთ საქართველოში. ქართულ ადამიანებს, ქართულ ხაზს ვკითხოთ, მათი პულსი მოვისმინოთ, მათი გულისცემა დავთვალოთ და უბრალოდ მინდა რომ ჩვენ საქართველოს უთხრა ერთი რამ. მოდით არჩევნებზე იმისათვის რომ სულ ყველამ ერთად მოუხაზოთ ქვეყნის მტრებს. შემოხაზეთ ნომერი 20. აი ამიტომ უსმენენ. დიდი მადლობა. მე წარმატებას გისურვებთ ლეიბორისტული პარტია ნომერი 20. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ჩვენ გემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე ნახვამდის. დიდი მადლობა.